მოკლედ ჩემო ძვირფასებო დილამშვიდობისა. მოიცამა გარემაზიდან გილოცავთ დღევანდელ დღეს ძვირფასებო გილოცავთ გიორგობას, მისი ძალა, მისი მადლი იყოს ჩვენი ყველა სიმფარველი, ჩემო ტკბილებო, ჩვენი ოჯახების, ჩვენი სულების, ჩვენი გულების და მთელი ჩვენი ქვეყნის და ყველა კარგი ადამიანის ფარველი იყოს მისი ძალა და მადლი გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს, ჩემო ძვირფასებო და ჩემო ძალიან კარგებო. ხო და აი ასე მე ძალიან გახარებული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ, მე ძალიან გამარჯვებული ვარ, იმიტომ რომ ჩემს რაც მარათონი დავიწყე, იქიდან გოგონა, რომელიც იყო ერთ-ერთი რთული кейსი, იმიტომ რომ ძალიან დიდი დიეტური წარსულიყობითი აშლილობა და აბსოლუტურად ყველაფერი, ერთადერთი ბარიატრის გარდა ყველაფერი იყო აბსოლუტურად, ყველაფერი არ ქონდა ადამიანს ნაცადი და რამდენი ხანი დასჭირდა მას და რამდენი ხანი დამჭირდა მე და ჩვენ ყველას ერთად ჩვენ ჯგუფს და ჩვენ გუნდს, რომ ის ჩამდგარიყო ფორმაში, დამდგარიყო გზაზე, დაეწყო კლება, ორგანიზმს დასჭირდა დრო, რომ შეჩვეულიყო იმას, რომ აღარ წართმევენ საჭმელს, აღარ აშიმშილებენ ის ჭამს დღეს და იკლებს, გუშინ 700 გრამი დაიკლო და ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი რომ მეტი არ შეიძლება. მქონდა ერთი ორჯერ ის გარდამტეხი, ანუ ხელის ჩაქნევასთან ახლოს მყოფი მდგომარეობა, მაგრამ ყოველ ჯერზე ის მაჩერებდა, რომ ფიქრობდი, რომ ნინი ადამიანი არ დანებდა, არ წავიდა, არ დანებდა, სხვა რამეზე არ წავიდა და თქვა, რომ მოდი ამასაც ვწვდი და შენთან მოვიდე და არ შეიძლება ის როცა არ დანებდა, რომ შენ დანებდე, არ შეიძლება და ჩვენ არც ერთი რო არ დავნებდით, ამას აქვს შედეგი, ამას ყოველთვის აქვს შედეგი, როცა არ ნებდები, ამას ყოველთვის აქვს შედეგი, ჩემო ძვირფასებო და ამიტომ არ დანებდეთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ ახლა, გზავნილი ჩემგან და სამყაროსგან არის, არ დანებდე. მოდი ახლა გემრიელი ყავა მოვიდუღოთ და დავლიოთ. დედიკო, რა გინდა დე? შია? მაკარონი გინდა? Sweet? მაკარონი არაა sweet. Papa sweet. მაკარონი გინდა? გავაკეთო. Papa გავაკეთო თუ მაკარონი? Macaroni, okay? Okay. I want pepperoni, okay? ეს მამასია. Mina peppermint. აბა ზე აქ? Დროს. ზე არ აქ? არა ჯერ გაც. მაშინ ჩავამატე. ჩამატე. Mina peppermint. კი, შენ შეჭამ. ჩამატე. და მიდი კაცე შემოვშვი, გავუყრე შემოვიდეს ტირის. ტირის და ტირის. მიწის თხილი, ჩემი სიყვარული. ესა. ნახე, თვითონ იმდენი საჭმელი უყრია იქ, რომ მეტი არ შეიძლება და ბონისას ჭამს სვა ესე, აი სულ ცახცახით. ბონი? ირი. ბონი აღარ ჭამს იმასთან. არა. ბონი ვაფშე. განახებთ კატას რამდენი უყრია საჭმელი. მაშინიდან გადის მე. ხო და აი ნახე, ბონის არაფერი აღარ არის, ამოჭმულია და ხა გაჩვენოთ კატის. ეს რა ვჭა? კატის ნახეთ, სავსე. ქვემოთ კიდე კორმი ყრია იმის ქვემოთ. არ ჭამს, ზუსტად ეგ უყრია ბონისაც აქ. და იმას არ ჭამს. გასვლა გინდა? აჰა.
დღეს რას ვჭამთ? არ ვიცი. კაი ყველი რო გქონდეთ, ხაჭაპურებს გავაკეთებთ. მაგრამ კაი ყველი არ არის. იქ რო წავიდე, იქიდან მოსული მე ხაჭაპურს ვეღარ გავაკეთებ. დავიღლები და მე ბავშვით წადი იგი. აი ეგ შეიძლება. მან არ არის გული. არის. ოღონ არჩევა უნდა. შენ არჩიე, შენ ყარყველში. არ ვარგა. კოშმარი, თუ რა არა, კატასტროფაა. შენ ყარყველის ისა, შენ არჩიო. მე მოვზელ ცომს და გამოვაცხობ, მაგრამ თუ მომეხმარებით ყველანი. რავი, ბავშვები ხო არის გზაში. ჭამის გარდა სხვა ლივით ბავშვი. სხვა რამეშიც. ანუ ბორჯომის ბაზრიდან თუ მოვიტან შეიძლება, მაგრამ იქიდან შანსი არაა ვერ იმასთვის. ასე. ხო. მოდი შაქარი მინდა, შაქრიანი მინდა. გარეცხე დღეს. არ გარეცხავდა. საღამოს. მარა იქამდე უნდა წავიდე. მე რა მაგით წავიდე. აკეთე შეხედე პროსტა რა. აუ ხო დგას ეგეთი და სიარულია სირცხვილი. ბავშვი ჯერ გარესმე გავასეირნოთ და ბავშვის გასეირნების დროს მანქანის და გარესხვა და არ დავხარჯავ საღამოს გარეცხა. ეხლა რო ვჭამთ დილისას, მე წავიყვანოთ პარკში, გავისეირნოთ და იქამდე მე მოვძელ ისა ცომსაც. ხო და მე იქიდან რომ მოვალთ. წავიდეთ. ჰა? სამი, აი იმ დღეს რომ მქონდა ხუთი ლარი ყოფნის გარე. ეგ მაგ. ერთი არ გაგია, ხო? სამი მქონდა? არ მახსოვს რამდენი მქონდა. ერთი ხო იმას მივეცი, ხო იმ კაცმაში. ხელს რო იქნებს. სულ არ ჩაასხან, დასალევად ცოტა დაუწყო. დღეს ვიყიდოთ გამახსენე. არა, ერთი არის, ჩაასხი რამდენიც კი. ესე. იხალხო, აბა. ჩავიწეროთ ახლა. ისა. გაკეთე უკვე? ხო. რა ჩქარაკეთება, რა ისე იქ ფაფარაკაია. ახლა გავაკეთოთ, დღეს არის 23. აჰა. ერთი თებს მომიგიდან გიდე. ამაში შევხსნებას? აჰა. ასე. აი საი რა არის ერთი აი. დასაფქვავე ის არის, შვრია. მაგას ხო ფქვავენ იმ შვრიას ურავი რაც უკეთებენ და ეს იყო მთლიანი. ასე. გავაკეთოთ ახლა ყავა. ახლა მინდა რომ გითხრათ ის თუ რატომ მოგაკლდით. იმიტომ მოგაკლდით ძალიან, რომ ჩემს ძალიან დიდ რესურსს ვდებდი ვლოგებში, მარათონში. მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი ვართ, აი აქ დადე. იქ დადე. მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი ვართ, მაინც ძალიან დიდ რესურსს ვდებდი ყოველდღიურად და აღარ მრჩებოდა ეს რესურსი ადამიანური ოჯახში სხვა საჭირო და ამიტომ მოგაკლდით თქვენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მოხდა ამ პერიოდში, ჩემი და ჩვენი გოგოების ყველას ცდილობით შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, მე მივახცე იქ მიზანს, მთავარ მიზანს, ეს მიღწევაც მე მინდოდა, ეხლა ვთვლი, რომ უკვე შემიძლია დაგიბრუნდეთ.
და ახლა კიდევ ერთი გამოწვევაა ჩემს წინაშე, რომელიც ჩემ თავს თავად დავუსახე. ეს ის არის წონასავით არის, რომელიც ბევრჯერ მქონდა ეს გამოწვევა და ბევრჯერ არ იყო დრო და სიტუაცია ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე არ ვარ ბავშვი, იმიტომ რომ მე მაქვს ბევრი მოვალეობა, ბევრი პასუხისმგებლობა, მე ვარ დედა და ამასთანავე ვმუშაობ, ახლა უკვე 2 სამსახური მაქვს და ამ ყველაფერს უნდა გაუძღვე, სოციალურ ქსელებს უნდა გაუძღვე, ოჯახს რა თქმა უნდა გაუძღვე, ბავშვებს უნდა დავეხმარო, რაშიც ჭირდებოდა დრო გავატაროთ ერთად და გარდა ამისა, სახლის ყოველდღიური უაზრო საქმეებიც ყველამდეა და მე რაღაცა ადამიანურად აღარ რჩები, მაგრამ მიუხედავად მაგისა, ჩემი რესურსი საიდანღაც უნდა გამოვაძრო და უნდა გავაკეთო ის, რაც ბევრჯერ ვთქვი, რომ უნდა გამეკეთებინა და რა? იქ არის ოთახში. მან გვეკუთხეში. რაც ბევრჯერ ვთქვი, რომ მინდოდა რომ გამეკეთებინა და ვერც ერთხელ ვერ გავაკეთე, ამა თუ იმ მიზეზების გამო. ეხლა აუცილებლად გავაკეთებ, აუცილებლად მივიყვან ბოლომდე, მე ესე ვიცი ხოლმე, როცა მანქანა უკვე ჩემი მოდიოდა და გზაში იყო, მაშინ ავიღე პრავა. აი როგორც კი შეხვალ ზირს დევს აი მანდვე, კართან, გვერდზე. აი, საერთოდ გაჩვენებ. რაღაცა რავი დაფარებული ქონდა. მანქანა რომ მოდიოდა ჩემი უკვე და გზაში იყო საქართველოსკენ, ხო ესეა ხოლმე სტატუსი. საქართველოსკენ, მაშინ გადავწყვიტე მე რომ პრავა ამეღო და მანქანა რომ ჩამოვიდე, პრავაც ავიღე. თეორია უცებ იქამდე ჩავაბარე, მაგრამ საერთოდ არ ვიცოდი მეტარება. ხო არის ზოგჯერ ადამიანებმა იციან ხო მეტარება და მე თეორიას არა მე საერთოდ არ ვიცოდი არც ტარება და 6 გაკვეთილში ვისწავლე პრაქტიკა და ანუ 6 ჯერ ვიყავი მასწავლებელთან და მე ჩავაბარე ეგრე და თეორია ვისწავლე ჩემი სახლში, იმიტომ რომ მანქანა მოდიოდა ჩემსკენ. ეხლა ჩემი გოგოები არიან, მე ვხედავ რომ მე შემიძლია ადამიანის ცხოვრება შევცვალო. ანუ ჭარბიწონა არ არის საჭმელის თემა, ჭარბიწონა არის მენტალობა, ჭარბიწონა არის აზროვნების თემა და როცა იცვლება აზროვნება რა აქ არ არის როცა იცვლება აზროვნება, იცვლება ქცევა და როცა იცვლება ქცევა, დგება შედეგი და შესაბამისად მე შევცვალე ადამიანების აზროვნება, მე დავინახე შედეგი და მე ვიცი, რომ ეს ცვლის არა მარტო ერთ სფეროს, როგორც არის წონაში კლება და გაუმჯობესებული ჯანმრთელობა, არამედ ეს ცვლის მთელს ცხოვრებას და მე მინდა, რომ ჩემი თავი ამ სფეროში დავინახო. მე ვთვლი, რომ მე ვარ პროფესიონალი, მე საქართველოში არც მეგულება ისეთი ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი იცის თეორიაშიც, პრაქტიკაშიც, როგორც მე. იმიტომ რომ მე ყოველთვის მქონდა თეორია კოდისგან საუკეთესო, ანუ სამედიცინო თეორია და პრაქტიკა გავიარე ყველა ჯოჯოხეთის, ყველა წრე გავლილი მაქვს მე და ყველანაირი კვებითი აშლობის მქონე ადამიანის მე მესმის და მე შემიძლია რომ მათ დავეხმარო და მე მათ უნდა დავეხმარო. და ამიტომ მე აუცილებლად უნდა ვიყო ფსიქოლოგი. მე ვარ ფსიქოლოგი მოწოდებით, მაგრამ უნდა მქონდეს ის სიფრიფანა ფურცელიც და აუცილებლად ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვლის ეს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არის რთული, ქიან გამომდინარე რომ აქვს ბევრი მოვალეობა, მყავხარ თქვენ, მყავყვანენ შვილები, ახლა მაგალითად უნდა წახვიდე, იყირო ყველი, გააკეთო ხაჭაპური, მე ეს ყველაფერი არის მტრიანი ბინძური ჩაისა, უნდა გაასუფთავო და ალაგო რაღაც და მე ეს კონცერტები სახში და მთელი ამბები და ამის ფონზე შენ ყოველდღიურად უნდა დაჭირდე და იმეც ანუ ეს ძალიან რთულია, მაგრამ მე ვიცი რომ შემიძლია. და დანარჩენი მოდი ყავის მსმასთან ერთად მოვყვეთ.
სტაფილოს კექსი. შეიძლება დიდად არ გამოიყურება, მაგრამ უგემრიელესია. 94 გრამი, 152 კალორია 100 გრამზე. რა გინდა შვილო, საჭმელი ხო გიყრია, სულ რატო ჩხავი ხარ, დედა? ვინ ახარ კატა, ვინ? ვინ ახარ კატა ხარ? კატა ხარ, ვინ ახარ? ვინ ახარ, სადა ხარ? ვინ ახარ, სადა ხარ, კატა ხარ? Taia. Rasizab rato. Rajobia magas. Gamodi, gamodi, gamodi არ შეიძლება მაცივარში. ბუზი, გადი. ძალიან სასარგებლოა შვრია. მოვედი ჩემო ტკბილებო, ჩემო ძვირფასებო, ჩემი სტაფილოს კექსით. იკა, მიდი დივანზე დაჭექი ბავშვთან. ხო, მაგრამ იქ იყავი. საწოლი გავასწორე და უყურე ერთი რასა შინლა, ჩას გადაისწორე მაინც ისეთ. აი ეს გადააფინეს, მუქი. მიდი. სანამ გავაგრძელებდე, პატარა ვიდეოს TikTok-ისთვის ჩავწერ თქვენის ნებართვით და ისე გავაგრძელებ. Okay? ეს არ იხურება ბოლომდე. მაგრამ როგორც იხურება. ასე, აი ასე. მეკა. მაშინ მიდი. ბავშვს უთხარი. შენევასთან იჯექი და ბავშვს უთხარი წავიდეს და ის იყიდეს ხილი. ახალ? დღეს ხო. არა, კაცო არ მინდა. არა, მაგ. მაშინ ჩამირიცხე. ისა. ქვილი იყიდე ანდროს ხაჭაპურები უნდათ დღეს. კვერცხი თუ არ გვაქვს კვერცხიც. უმაღლესი ხარისხის. რომელიც აქციაში იქნება. მოდაკაია. გამოვიწვა. კარტოჩკება. ნიჩკავზე დასი. მოდაკაია. და რამდენიმე დღის წინ მას მერე
მეც გაირკვა. მადლობა ღმერთო, ამ წუთას. ყველაფერი ცუდი არ მჭირს. მას მე არც ჩემი ADHD იქნა რაღაც დონეზე მიყვანილი, რომ მე შევძელი ნორმალური ფუნქციონირება. გადავწყვიტე გამერკვია გრანტის ამბავი. დავრეკე. რომცა იყო. რომცა იყო უმაღლესი ქულებიო. ერთუდი. აი ეს სტაფილოსია ინგა. და ნახე როგორი მშრალი და კარგია. მე ძალიან მიყვარს ხო იცი სტაფილოსი. ეს ზუსტად ფრთების გასაშლელი რეცეპტია. სულო და გულო. რაც კი მოგინდება. ნუ ერთი ფენოვანი ცომი არ აქვს და ფენოვანუ თქვათ ნაპოლეონს ვერ გააკეთებ ამიტომ თორე ანუ ბისკვიტით რაც კეთდება, გინდა შავი, გინდა თეთრი, გინდა კექსი, გინდა რა ვიცი, ყველაფერი გაკეთდება. ძალიან მიხარია ეს რეცეპტი. როგორც კი დავინახე, ვიცოდი რომ ის იყო და ჩვენ ვიყავით. ხო და მოკლედ როგორც ანუ ფულები აიღო, გრანტ შენ ვერ ნახავო. ამიტომ ერთხელ რაც გინახავსო, მეორედ ვეღარ ნახავ. აღარ გეკუთვნისო. მეთქი არ გამომიყენებია მარტო წელი აიო, მაინცო. თუ გრანტი გაქვთ და შუაგზაზე სწავლის მიტოვებას ფიქრობთ, იცოდეთ რომ გრანტს მეტად ვეღარ მოიპოვეთ და თქვენი პული მოიჯოშკება. და რა თქმა უნდა, ეგეც ჩემთვის პრობლემაა, იმიტომ რომ სამი შვილი მყავს და წელიწადში 2250 ლარის გადახდა ცოტა არ არის. მაგრამ რა უშავს. ეჭვი არ მეპარება. წლები რო გავარჩემ შვილებს რო უთხრა რომ მოვიკელი წელიწადში 2251 თქვენ დაგახარჯეთ და მე არ ვისწავლებ მეთქი, მეტყვიან ჩვენ ეგ არ გვინდოდა გვერდში უნდა გესწავლა და ბედნიერი ყოფილიყავიო. ამიტომ ხო, ამიტომ ეგ უნდა გავაკეთო. აუცილებლად. თვეში რამდენი გამოდის, აბა გაყავით 12-ზე. რამდენი? 2250. აი, 200. ეგ 10 თვეზე თუ გაყო. მე 2000 250, 250. 12 წელიწადში 12 ხო? 200 ლარის არ არის? აი 180 ლარი. თვეში 180 ლარი ჩემთვის თუ ვერ გაგავდე, მაშინ მე ხალი არ ავყოფილვარ. თან ორ ნაწილად შეიძლება გადახდა სემესტრულად რა. ხო, 1125, 1125. მოკლედ გადავწყვეტ, ახლა მე არა მაქვს იმის ფული, რომ მასწავლებლებთან მოვემზადო. იცით თქვენ? და მთელი გულით მინდოდა ჯავახიშვილში მოხვედრა, მაგრამ ჯავახიშვილში ვერ მოხვდები, იმიტომ რომ მოთხოვნა აქვს ინგლისური და მე რადგან ამ მომენტში ინგლისური არ ვიცი და ვერც მოვემზადები, რუსული უნდა ჩავაბარო. რუსული ანუ რუსული ილიაუნის და ყველა სხვა უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, უცხო ენებში არის ჩამოთვლილი ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული. გარდა ჯავახიშვილისა, ჯავახიშვილს არა აქვს მარტო რუსული. ამ ჯავახიშვილში ვერ მოხვდები, შანსი არ არის, იმიტომ რომ სხვაში ყველაში არის. სხვანაც ხო ითვლება? კი, რა თქმა უნდა, ითვლება. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვისწავლო ინგლისური. მე მესმის რატო არის ეგ მოთხოვნა, იმიტომ რომ ყველა უახლესი ინფორმაცია რაც არის ინგლისურ ენაზე. ჯერ უნდა ჩავაბარო იქა უნივერსიტეტში. ხო, ვიცი. და მოკლედ უნდა ჩავაბარო. შემდეგისაგან იქნება ისტორია. თუ კი ვინმეს გაქვთ ინფორმაცია,
რომელი წიგნებით უნდა ვისწავლო ისტორია, სკოლის წიგნებით, თუ არის რაიმე ერთი კონკრეტული სახელმძღვანელო, სადაც არის ყველაფერი ეროვნულებისთვის, სპეცგამოშვება, ან რაიმე ტესტები, ან რა ვიცი, რამე, თუ კი გაქვთ ვინმე წვდომა და იცით რა გამომადგება, წიგნი მითხარით. ასევე რუსულში რა ვიცი, რუსულში არასდროს მომზადებულ ვარ, ჩემით მომემზადე ცოტა ხანი და 87 ქულა ავიღე მაშინ და ეხლაც მგონია რომ რაღაცას ვიზავ. ხო და იმაში ქართულში ერთი გეხოცები წადი რა შენ მოყვა და აი ხა საშინ აი ყურადღება მეფანტება საუბრობ და უკან ფონზე ეს ხტის და წადი რა ევას თავი გაანებე წადი იქით შენ ხო და მოკლედ ეხლა გადავწყვიტე, ეხლა რომ რა არის უკვე ნოემბერია და როდის ბარდება? ნოემბერი დამთავრდა, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისში ხო 7 თვე მაქვს. 7 თვე. ქართულში მყავს, წადი იკაკთ ხო? 7 თვე მაქვს, მოკლედ, აი ნახეთ რა სიტუაციაში ვარ, იმიტომ მოვიფიქრე და გადავიფიქრე ამდენჯერ, ჰა? კი. კი. იმიტომ მოვიფიქრე და გადავიფიქრე ამდენჯერ. ხო. და კიდე არის ფაქტორები გეტყვით იმასაც. ხო და ისტორიაში თუ კი ვინმე შეგიძლიათ დამეხმაროთ იმითი რომ მითხრათ რაღაცა სახელმძღვანელო თუ არის ერთიანი, რომელსაც ვიყიდიდი და იქიდან ვისწავლიდი, იმიტომ რომ რთულია ესე ყველა წიგნი თუ არა და ვიყიდი რა ვქნა რომელი კლასიდან რომელი კლასამდე არის ეგ მითხარით და ვიყიდი ვნახე პროგრამა და რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება აქცენტი რაზე გავაკეთო ისტორიაში ქართულში მყავს შესანიშნავი ადამიანი ჩემი მაყურებელი ზღაპრული ქართულის მასწავლებელი ასეთი არხი აქვს YouTube-ზე დაგიტოვებთ TikTok-ზე ქართულის მასწიასი აწერია და სულ ადრე რა ვთქვი მინდა ჩაბარება მეთქი მან მითხრა რომ მე შენთან ვარ დაგეხმარებიო ყველაფერშიო გამიკეთა ჯგუფი რომელშიც მხოლოდ მე ვარ და ყველა ინფორმაციას გაგიზიარებ რაც კი არისო ქართულზე და ანუ მაშინ ვერ შევძელი და თვითონ ეს იდეა მივატოვე და ძალიან მწვენოდა მისი და ძალიან მწვენოდა რომ ეხლა მიმეწერა მისთვის და მე თქვა რომ აი ვარც მithქვამს ანუ როგორ ეხლა ამათმა დაიწოთ როგორ ვიფიქრებდი რომ მე თქვა რომ აი ხა მოდი შენ დრო დამithმე ვიცი რომ ბავშვებს ამზადებს ვიცი რომ შვილები ყავს ოჯახი აქვს და როგორ გავბედავ და ხა ადამიანს იმას როგორ ვეთქვი შენ დრო დამithმე მე და ისა მე მომამზადე არანაირად ანუ უთხარი უბრალოდ მითხარი მეთქი რითი ვიხემძღვანელო და რეებია ეხა რეებს ითხოვენ და რაღაცა და მან მითხრა რომ ყველანაირად დამეხმარება რომ ისი შემოთავაზება ისევ ძალაშია და დღესდღეაც რომ გავიღვიძე დამხდა ვიდეო ჩაწერილი ქართულის თემაზე ანუ რეები ბარდება და რომ გავითვალისწინო და სახელმძღვანელოს რომელშიც არის ტესტები და მე ძალიან ბედნიერი ვარ უზომოდ ბედნიერი ვარ სალომე აი უღრმესი მადლობა სასწაული გოგო ხარ და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ესეთი ადამიანები მყავხართ და სალომე ჩემი მაყურებელი იყო და იქიდან იცოდა ჩემს შესახებ და ეს ბუზი საიდან შემოვიდა ამ სიციაში ბუზები რატო არიან კიდე ეს ფანჯარა იყო ღია და იქიდან შემოვიდა ხო და მოკლედ აი რა წუთშიც გამოვნახავ დროს იმ წუთში დავჯდები და ვიმეცადინებ ყოველ დღე მთელი მონდომებით არ ვიცი რამდენს ეყოფა ეს ჩემი დრო ცოტა დროა მაგრამ რასაც შევძლებ იმას გავაკეთებ და როგორღაც აუცილებლად ჩავაბარებ ფსიქოლოგიაზე ისეთ ემან ჩავაბარებ ფსიქოლოგიაზე რომ ვფიქრობ რომ საერთოდ არ დავჯდე და არ ვიმეცადინებ მე მაინც ჩავაბარებ იმიტომ რომ მე მგონი დღეს უფრო ადვილია ეროვნულები ვიდრე ჩემ დროს იყო და მე კიდე რომ მგონია ხოლმე რომ არაფერი აღარ მახსოვს ქათავშალი შუშანი კიდე ყველაფერი მახსოვს ხო და ასე შემოტკბილებოდა ჭირბაც ვაიმე რა ბედნიერი ვარ ძალიან ბედნიერი ვარ მადლობა ღმერთო რომ აი და ჩემი ამ დროს სიცოცხლეს ებრძოდა ამას აქში მე რო ვარ და მე კიდე მადლობა რომ 3 ჯამრთელი შვილი მყავს მე ჯამრთელი ვარ ჩემი ოჯახის წევრები ჯამრთელი და მე იმაზე ვფიქრობ რომ ვისწავლო და ჩემი გზა არ ვიცი პროსტა ძალიან ბედნიერი მადლობა ღმერთო ხო და თუ ვინმე ვიცით რუსულში
ასევე რუსულში, ასევე ისტორიაში რა წიგნები, რა სახელმძღვანელოები გამომადგება, რომელიც გზას გამიადვილებს, ძალიან გთხოვთ, რომ მომწერეთ, აქ დამიწერეთ, ამ პირადში მომწერეთ, რომ გამიადვილდეს ეს გზა. ძალიან გთხოვთ, ამით დამეხმარეთ. ვფიქრობდი, არ ვთქვა მეთქი. და მე პირდაპირ ჩავაბაროთქო, მაგრამ მე ვფიქრობ, რა გამიკეთებია ეგრე, რომ ჯერ გავაკეთე და მე ვთქვი, მე არ ვარ ეგ ტიპი. მე ის ადამიანი ვარ, ვინც გზას აჩვენებს, მე ის ადამიანი ვარ, ვინც იმასაც აჩვენებს, რამდენჯერ სცადა და წაიქცა და მე კიდე ადგა და კიდე სცადა და ბოლოს გამოუვიდა. აი მე ეს ადამიანი ვარ და ვიფიქრე, რომ არა, მე ეს უნდა გავაზიარო, მე ეს ჩემ ადამიანებს უნდა გავაზიარო, იმათ ვისაც უყვარ ვარ, იმათ ვისაც ჩემთვის გული უძგერს, ვისაც ჩემი კარგი უხარია. მიყვარხართ ძალიან ჩემ გულში ხართ და ჩემი გული ხართ. და ერთი წუთითაც კი არ შენელებულა და არ შეცვლილა ეს, მაშინაც კი როცა ვიდეოებს ვერ ვიღებდი ან ცოტას ვიღებდი. არა, არასოდეს, უბრალოდ იყო ხოლმე სხვა რაღაცა გარემოებები, რაც ხელს მიშლიდა. ეხლა რაც შეეხება მე რო სწავლობდი უნივერსიტეტში, სახში იყო კონცერტები, სახში იყო ისტერიკები, ცუდად გახდომები კარებთან, რომ მე სასწავლებელში არ წავსულიყავი. და ვიცი რომ ეგეც ალბათ წინ მელოდება. და ის მელოდება წინ რომ მეტყვის რომ ახლა ევა სკოლაში უნდა შევიდეს და რა დროს ეგ გაიდა რაღაცა, მაგრამ მე და ჩემი შვილი ერთად ვისწავლით არაუშავს. ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს შევძლებ. ხო იცი როგორ არის? ბებია ჩემი ესე ამბობდა ხოლმე, რაც მეც აკეთებ, მეც ასწრეფო და მე დავაკვირდი ცხოვრებაში მართლა ეგრეა, რაც მეც აკეთებ. ჩემი საოცარი ნია, რომელიც ჩემს მარათონში იყო და რომელიც ძალიან შემიყვარდა და სულ ჩემს გულში არის და იქნება. აი ამბობდა, რომ ისეთ პროექტებს სწავლობს, სამგან მუშაობს, ახლა კიდე მაგისტრატურა, დოქტორანტურა, რავი, ყველაფერს გადის და ზოგჯერ ისეთ რაღაცებს შევეჭიდები ხოლმეო, რომ აი მე თვითონაც კი ვერ წარმომიდგენია ხოლმეო რა, რომ რანაირად უნდა გავაკეთო და ძალასაიდან უნდა მოუძებნო ან ენერგია ანდრო და მაინც როცა ვეჭიდები, მე ვძებნი ხოლმე და გამომაქო ეს ყველაფერი საიდანღაც და მეც ასე ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოვნახავ დროსაც, ენერგიასაც, ძალასაც, ყველაფერს. ემის რომ ყველაფერი გავაკეთო. და თქვენ ძალიან მჭირდებით ამ პროცესში. ძალიან მჭირდება რომ უყუროთ ჩემს ვიდეოებს ბოლომდე. რეკლამასაც თუ შეძლებთ თუ არა და ნუ რა ვიცი, რამდენსაც შეძლებთ, დააკომენტაროთ, დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხი, ასე დამეხმაროთ, რომ შევძლო რომ ის ჩემი მინიმუმი რაც მაქვს მქონდეს იმისთვის რომ ჩემი გზა გავაგრძელო. მიყვარხართ. თქვენ ძალიან დიდი мотиваცია ხართ ჩემი, ძალიან მეხმარებით. ჩემი შვილები, ჩემი საყვარელი საქმე და ეს თქვენ ხართ. და ეს მე ძალიან მეხმარება წინსვლაში. ჩემი мотиваცია და ენერგიის წყარო ხართ, მიყვარხართ. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დღეიდან 2 ვიდეო დღეში. უსიკვდილოთ.